კამპანია შენგეხებას მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და ხელისუფლებას სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ. მათ საზოგადოებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული 12 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ხელმოწერილი განცხადებაც გააცნეს, სადაც პოლიტიკური პარტიები კამპანიის ფარგლებში მომზადებულ კანონ პროექტს მხარს უჭერენ. ერთადერთი პარტია, რომელიც ერთობლივ განცხადებას არ უერთდება, ნაციონალური მოძრაობა. როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას შენგეხებას წევრები და როგორია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა პოზიცია, დეტალები ნახეთ სიუჟეტში. საქართველოში მოქმედმა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კანონმდებლობაში ეგრეთ წოდებული მასტქერისა და მასტოფერის პრინციპების დანერგვის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. 13 კვალიფიციური სუბიექტიდან ინიციატივას 12 ემხრობა. წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი ნაციონალური მოძრაობაა. საკანონმდებლო პროექტის მიხედვით ყველა საკაბელო პროვაიდერი ვალდებულია სიხშირული და სატელიტური საერთო ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიების საკუთარ პაკეტში ჩასვას. როგორც რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, პარლამენტის მხრიდან ამ ინიციატივის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. მმართველი გუნდის წევრები კი ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად კერძო ბიზნესის ეწოლას ასახელებენ. დემოკრატიულ ქვეყნებში საკაბელო ტელევიზიები ვალდებულები არიან ჩართონ შინაარსის, პოლიტიკური შინაარსის მქონე ტელევიზიები თავის, ასე ვთქვათ, პაკეტში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მოქალაქეს კონდეს არჩევანის შესაძლებლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად აუცილებელი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შევიდეს ძალაში, მიიღოს პარლამენტმა და შევიდეს ძალაში იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო უკეთესი გახდეს და მედია გარემო გახდეს უკეთესი. ეს პოზიცია რაც გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებს, მინდა გითხრათ, ესეთი ტიპის მიდგომა მასტქერისთან დაკავშირებით, მასტოფერთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთ მსოფლიოში. კამპანიის შენგეხება წარმომადგენლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტის მორიგი განხილვა პარლამენტში ხვალ იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს გაიმართება. ნაციონალური მოძრაობის საბოლოო პოზიციაც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შენგეხებას წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მიმართვა შეიმუშავეს. ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი, კონტროლის პალატა, სასამართლო, პროკურატურა და უწყებათა შორისი კომისია. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომ ყოველთვის იყოს ერთი და იგივე პირობები შექმნილი და თანაბარი პირობები შექმნილი იმისთვის, რომ მათ წარმართონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და ჩვენ ამას სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. ერთობლივი კამპანიის მეშვეობით შესაძლებელია მივაღწიოთ შედეგებს, ვინაიდანაც გვაქვს უკვე ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია წარმომადგენლების მხარდაჭერა და გუშინ უკვე ამ პროცესს შემოუერთდა თითქმის ყველა კვალიფიციური სუბიექტი, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, რომლისგანაც ველოდებით პასუხს ჩვენ ხვალ გვექნება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განმარტებით სამართალდამხობებზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს ხელისუფლებამ თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.